დროულად ხდება ერთმანეთთან შეუთავსებელი პროდუქტები, მათი მონელება რთულდება. საჭულის მომნელებელი სისტემა მეტისმეტად იტვირთება და იქმნება სხვა ჯანმრთელობის პრობლემებიც. რასთან არ უნდა მივირთვათ და რატომ? ამის შესახებ ბევრ საინტერესო საჭირო რჩევას ექიმი ენდოკრინოლოგი მედიცინის დოქტორი ნინო ლომთაძე მოგცემს სწორედ ახლა დილამშვიდობისა. მოგესალმებით. ძალიან გვიხარია ნინო შენი ჩვენი. გვიხარია და ძალიან უცნაური ასე ვთქვათ რაციონის და ლეგენდარული სალათის დარღვევასთან მოხსნა. უნდა დავარღვიოთ ახლა. რაშია საქმე? რომ კიტრი და პომიდრის სალაცა გაზაფხულის განუყოფელი ნაწილია ჩემთვის, იმიტომ რომ წარმოუდგენელია მოვიდეს გაზაფხული და აი ეს სალაცა არ მივირთვა. და ზოგადად კიტრი პომიდრის გარდა ისეც ბევრი რაღაცა როგორც გავიგეთ, იმითაც ერთად არ შეიძლება და საინტერესოა რატომ არ შეიძლება ყველაფერს ერთად ვირთვა, რას აზიანებს და მოგვიყევით. უპირველეს ყოვლისა მინდა აღნიშნო, რომ კუჭნაძალვის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ორგანიზმისთვის, ვინაიდან კუჭნაძალვის სისტემიდან ხდება იმ ყველა ვიტამინების, მიკრო, მაკროელემენტების და ნუტრიენტების ათვისება, რომელიც ნებისმიერ ჩვენს ორგანოთა სისტემას ჭირდება ჯანსაღი და ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ასევე ისიც მინდა აღნიშნო, რომ კუჭნაძალვის სისტემა ძალიან ჭკვიანი და ძლიერი მექანიზმია, მას შეუძლია ერთდროულად რამოდენიმე ბევრი დავალება შეასრულოს, მოინელოს ცხიმები, ნახშირწყლები, ცილები, მაგრამ ესეც შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ შეგვიძლია რომ ძალიანაც არ გავურთულოთ მას საქმე და შევუმსუბუქოთ. ანუ ჩვენ როდესაც საკვებს ვარჩევთ, ყურადღება მივაქციოთ არა მხოლოდ კალორიას, შემადგენლობას, არამედ რასთან ვათავსებთ, რომ ჩვენს კუჭნაძალვის სისტემას უფრო გაუმარტივოთ საქმე. ან შესაძლებელია ისე თუ ის პროდუქტი ცალკეულად იყოს ძალიან ჯანსაღი და სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის, თუმცა კომბინაცია უკვე მისი იყოს მავნებელი და საზიანო. ასევე მინდა აღნიშნო, რომ ძალიანაც რომ არ დავაცხოთ მაყურებელი, რაღაც ესე თქვათ, ძალიან კატეგორიულად აკრძალვა, რომ საერთოდ ესე თქვათ, წითელი ხაზი გადაუსვა და არასოდეს მსგავსი კომბინაცია არ მიიღოთ, თქვა რა. აი უპირატესად თუ 80% მაგალითად ჩვენ ვიკვებებით ჯანმრთელად და ის 20% ჩვენთვის საზიანო კომბინაციებსაც მივიღებთ, იმიტომ რომ დამარწმუნებით დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან რთულია ყველაფერი ჯანსაღად მივირთვა და ისე როგორც წესია, აი 20%-ს გვაპატიებს ჩვენი ნებისმიერი ორგანოთა სისტემა, მათ შორის კუჭნაძალვის სისტემა. მე ხვალდიავს ხოლმე ზოგჯერ მით უმეტეს ისეთ რაღაცებს ერთად ჭამაგვიყვარს განსაკუთრებით ჩვენ ქართველებს და სუფრა რომ გაიშლება ხოლმე ყველაფერს ერთად რომ ვჭამთ. რომ მე მგონი 20%-ზე ნამდვილად არ იქნება წინააღმდეგი. არ იქნება ნამდვილად წინააღმდეგი. მოდით დავიწყოთ ჯერ უფრო ესე ვთქვათ გავრცელებული კომბინაციები, ძალიან ხშირად და მინდა აღნიშნო, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეს ჯანსაღიც გონია, როდესაც ჩვენ მივირთმევთ რამე კარგ ნოყიერ სადილს, მაგალითად ხორციან კერძხიმი, სადაც ასევე ცხიმი დიდი რაოდენობით შედის, დავაყოლებთ ხოლმე დესერტად ხილს, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ეს ძალიან საზიანო კომბინაცია. ვინაიდან ხილი დაახლოებით სადღაც 20 წუთი ყოფდება კუჭში და მისი მონელებისთვის დიდი დრო საჭირო არ არის, ხოლო ხორცი კი დამეთანხმებით უფრო რთული პროდუქტია და მის მონელებას მინიმუმ დაახლოებით 2 საათი ჭირდება. ამიტომაც კუჭს არ შეუძლია რომ ჯერ დაუშვათ ხილი გაატაროს ნაწლავებში და შემდგომ ამიტომაც შესაბამისად ის ხილიც ყოფდება კუჭში და შემდგომ იწვევს მონელების ესე თქვათ დარღვევას და ისეთი გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს, როგორც არის მაგალითად გულწმარვა, ყაბზობისკენ მიდრეკილება, მუცლის შებერილობა, სიმძიმე მუცლის არეში. ყველა სახის ხილს, ანუ ყველა ხილს ეხება ეს, თუ მაგალითად შესაძლებელია რომ კენკრა მივირთვათ საუზმის ან სადილის შემდგომ. უმჯობესია ხილი არანაირი ხილი არ იყოს დაყოვნებული, იმიტომ რომ ყველა ხილი, აი კენკრა ხა ალბათ იმიტომ ახსენეთ, უფრო დაბალი გლიკემიური ინდექსის ხილია, რა თქმა უნდა. შაქარს უფრო ნაკლებად შეიცავს, მაგრამ ნებისმიერი ხილი გაცილებით უფრო სწრაფად მოინელება, მონელების სისწრაფეშია დამოკიდებულება. გარდა ამისა, ხილი შეიცავს ასევე შაქარსაც, ხო არ დაგვავიწყდეს და სადილს დაყოლებული ხილი კიდევ მეტად გადმოიტყორცნის ისეთ ჰორმონს, როგორც არის ინსულინი. ეს არის შიმშილის ჰორმონი, რომელიც ესე ვთქვათ კიდევ უფრო მეტად აღვიძრავს მადას და შესაბამისად საკვებს უფრო მეტად გადაიყვანს ცხიმოვან ქსოვილში. ამიტომაც უმჯობესია რომ ხილი მირთმეული იყოს, ანუ უარი არ უნდა ვთქვათ, რა თქმა უნდა, უნდა მივირთვათ ან კვებამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე, ან კვებიდან დაახლოებით მაგალითად 2 საათის შემდგომ. ეს ძალიან გაუმარტივებს ჩვენს კუჭნაძალვის სისტემას ფუნქციონირებას და შესაბამისად თავიდან ავირიდებთ ისეთ გვერდით მოვლენებს, თუნდაც როგორც არის მუცლის შებერილობა.
რაც შეეხება წყალს, სმენია ასეთი რამ, რომ კერძებთან ერთად წყლის მირთმევა არ არის სასურველი ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ჩვენი ორგანიზმისთვის, შესაბამება თუ არა ეს რეალობას. დღესდღეობით ამასთან ძალიან ბევრი მithმა-მოთქმა არსებობს, აზრები არსებობს, მაგრამ ისეთი მკაცრი გაიდლაინი ჩვენ არ აქვს, რომ მაგალითად ვუთხრათ ადამიანს, რომ არავითარ შემთხვევაში დაუშვათ კვების შემდგომ წყალი არ მიიღო, ან კვების დროს წყალი არ მიიღო. რა თქმა უნდა, თუ ადამიანს სურს, რომ დაუშვათ და წყური არ და შუა კვების დროს შეუძლია მიირთვას წყალი, მაგრამ მაინც უმჯობესია, როგორც ჩვენ ვურჩევთ, უმჯობესია წყლის მიიღოს დაუშვათ 10-15 წუთით ადრე კვებამდე, ვინაიდან ეს მიღებული წყალი უფრო დანაყრების შევსება გამოიწვევს დანაყრების შეგრძნებასაც და ჩვენს მიერ მიღებული საკვები და ულუფა უფრო მოკრძალებული იქნება. თორემ კატეგორიული აკრძალვა რო კვების დროს არ არის, მაგრამ რატო არ არის კიდევ დიდი რაოდენობით მივირთვათ, არის ისეთი ჩვევა რომ ყოველ ლუკმას დაუშვათ წყალს აყოლებს ადამიანი, ხო? ეს უკვე ნამდვილად საზიანოა, რატომ? იმიტომ რომ კუჩი არის მჟავე გარემო, ხო? რაც საჭიროა რომ ჩვენი საკვები კარგად მოინელოს, დაგვცმაცდეს. წყალი ანეიტრალებს ამ მჟავე გარემოს, გადაყავს ტუტე გარემოში და შესაბამისად საკვები ისე ვეღარ მოინელება. გაზიანი სასმელის იგივე შვება თუ უარესია? გაზიანებული სასმელი კიდევ უფრო ცუდია, იმიტომ რომ ეს იწვევს პირდაპირ იწვევს საკვების მონელების დარღვევას და გარდა ამისა მასში არის ძალიან დიდი რაოდენობით შაქარი არ დაგვავიწყდეს და ჩვენს მიერ მიღებულ საკვებზე 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ კიდევ უფრო მეტი ინსულინი გადმოდის, ეს არის ჰორმონი, რომელსაც ჩვენს მიერ მიღებული საკვები და შაქარი გადაყავს ცხიმოვან ქსოვილში და როდესაც ძალიან დიდი რაოდენობით შაქარი შედის ორგანიზმში, მარტივენაზე რო ვთქვათ, ხო? შესაბამისად, ამდენი გლუკოზა ანუ შაქარი არ ჭირდება ჩვენს ორგანიზმს და შემდეგ ინსულინის მეშვეობით გადადის ცხიმოვან ქსოვილში, რასაც მოჰყვება ძალიან მარტივად სხეულის წონაში მომატება. ნინო, თქვენ როგორც თქვით, 20 წუთი ჭირდება ხილს, ხო, მოსანელებლად. ხილი და ბოსნეული ერთად რომ მივირთოთ შეიძლება? ხილი და ბოსნეული შეიძლება, მაგრამ უმჯობესია მათი კომბინაციაც ერთად არ იყოს მიღებული დიდი რაოდენობით. რატომ? იმიტომ რომ მას შეიძლება ასევე ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს ხილის გადამუშავება ან ბოსნეულის გადამუშავება და ამიტომაც მათი ერთად კომბინაცია არ არის კარგი. მაგრამ რასთან შეიძლება ურთულებს საქმეს? მაგრამ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ახლა? მაგალითად ბოსნეულის კომბინაცია იდეალურია ხორცთან. იმიტომ რომ უჯრედისია, ეს უფრო ამარტივებს ხორცის შეწოვის პროცესს, ასევე ეხმარება ორგანიზმს უფრო ნაკლებ მარტივად დანაყრდეს და სწრაფად და კიდევ მეტი ხორცი, მეტი ცხიმიანი საკვები არ მივირთვათ და ნახეთ, ართულებს ჩვენს ორგანიზმში მავნე შაქრების და მავნე ცხიმების ათვისებას. ამიტომ თუ ჩვენ ხორცთან ერთად მივირთვით ბოსნეულს, ასეთ შემთხვევაში მონელების პროცესიც უფრო კარგი იქნება და უფრო ნაკლები მავნე შაქარი და ცხიმი მოხდება ჩვენს ორგანიზმში. კი ბატონო, რადგან ხორცის ვახსენეთ, იქვე ვახსენოთ თევზიც. თევზი რასთან უნდა მივირთვათ და რასთან არა? თევზი არ უნდა მივირთვათ ხორცთან ერთად, არ უნდა მივირთვათ მაგალითად კვერცხთან ერთად, პურთან ერთად, ძის პროდუქტებთან ერთად მაგალითად. იმიტომ რომ ხორცი ეს არის მაინც ცილა, ცილას ესეც ჭირდება ფერმენტები, მჟავე გარემო, რთული მოსანელებელი პროდუქტია ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ ძალიან კარგი კომბინაცია მაგალითად თევზთან ერთად თუ მივირთვათ ბოსნეულს, მოთუშული ბოსნეული, ცოცხლად ბოსნეული შეგვიძლია და ასევე თევზი ბოსნეული და ძალიან კარგი კომბინაცია იქნება მასთან ერთად რამე ბურღულეული, მაგალითად ბრინჯი, კუსკუსი, შვრია, ძალიან კარგი ვარიანტებია, ვფიქრობ. მაგალითად თევზის სხვა ზღვის პროდუქტებთან ერთად რამდენად შესაძლებელია რომ კარგი კომბინაცია იყოს? ყოველთვის ჩვენ ვცდილობთ რომ თუნდაც ცილოვანი კომბინაციები ხო ერთდროულად რამოდენიმე ცილა არ იყოს მიღებული, მაგალითად ერთდროულად რამოდენიმე ზღვის პროდუქტი, ერთდროულად რამოდენიმე დაუშვათ საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი, კვერცხი. რატომ? იმიტომ რომ ერთი შეხედვით შეიძლება მაყურებელმა იფიქროს რომ რატო ყველა ცილაა, ხო? მაგრამ მათი შემადგენლობა, მაინც ამინომჟავური შემადგენლობა, ცხიმის სხვადასხვა რაოდენობა შეიცავს, საჭიროებენ სხვადასხვა ფერმენტულ კომბინაციას, ხანგრძლივ მონელებას და ამიტომაც ერთდროულად რთულ საქმეს ნუ დავაკისრებთ. და ჩვენ ხო ესე ვართ ცხოვრებაში, არა? უფრო რთულ საქმე, ჯობია ერთი რთული საქმე გავაკეთო და უფრო კარგად გავწოდოთ და შემდეგ გადავიდეთ სხვაზე, იმიტომ რამოდენიმე რთულ საქმეს რომ ვეჭიდებით, საბოლოოდ არაფერი გამოგვდის კარგად გაკეთებული, ხო? ნინა, ჩვენ ვახსენეთ, რომ თევზი და რძის პროდუქტები მაინც და მაინც კარგი კომბინაცია არ არის. რა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში აი ამ კომბინაციამ? იმიტომ რომ მსმენია რომ
საკმაოდ საშიშ მოწამლამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი ასეთ დროს. ხო, აი არც ყველი და თევზია კარგი კომბინაცია, იმიტომ რომ ცილებს შეიცავს დიდი რაოდენობით. ასევე შეიძლება ხო კვერცხიც და რძეც და თევზიც აი თერმული დამუშავებასაც საჭიროებენ და შესაძლებელია მათი არასწორი ან დამუშავება დაუშვათ. ხო, უფრო საფრთხეს ქმნის, თუნდაც იგივე ინტოქსიკაციის კუთხით. მაგრამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან შეიძლება გამოიწვიოს მუცლის შებერილობა, სიმძიმე მუცლის არეში, გულძმარვა. ამიტომ რაც მთავარია, აი მონელების პროცესები ირღვევა არასწორი კომბინაციების დროს და მონელების პროცესების დარღვევა ცუდად აისახება კუჭ-ნაწლავის სისტემის მერე ზოგად ფუნქციონირებაზე. როდესაც ზიანდება კუჭ-ნაწლავის ამოფენი ლორწოვანი, რომელიც ჩვენთვის გამოიმუშავებს სხვადასხვა ფერმენტებს, რომელიც საჭიროა საკვების მოსანელებლად. მერე ეს ფუნქციას ვეღარ ასრულებს ჩვენი ნაწლავები და შესაბამისად ნებისმიერ პროდუქტის მიღების შემდგომ შეიძლება იყოს დისკომფორტი მუცლის არეში. კი ბატონო, თევზს და ყველს ალბათ არც არავინ მიირთმევს ერთ-ერთ კომბინაციაში, თუმცა მაგალითად მივირთვით თევზი და რამდენიმე წუთის შემდგომ დესერტი მაგალითად ნაყინის სახით. ასეთ შემთხვევაში ორგანიზმისთვის ცუდი იქნება ესეთი კომბინაცია. რა თქმა უნდა, ეს არასასურველი კომბინაცია არის, მაგრამ ზოგადად სადილს რომ მივირთმევთ, ხო, ეს არის ერთი დიდი რთული სამუშაო ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემისთვის. და შესაბამისად უმჯობესია რომ ვადროვოთ იმ ათვისებულ შაქარს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს, მონელება, გადალაგება სხვადასხვა უჯრედებს და შემდეგ დავაყენოთ. სადილის გაკეთებას გვიჩვენია რომ ის პროდუქტები რაც არის, რაც ჭირდება სადილს 20 წუთის ინტერვალით მივირთვათ. არა, ესეც უფრო კარგი ვარიანტია. მივირთვათ გემრიელი სადილი და ყოველთვის დესერტი გქონდეს ცალკე კვებად, მაგალითად. იგივე ნაყინი კარგი ვარიანტი იქნება საუზმესა და სადილს შორის, მაგრამ ზოგჯერ ახლა ადამიანები ვართ, მესმის თუ 20%-ში შევიყვანთ იმ ნაყინს პერიოდულად, ხო, აი 20%-ს ხო გვაპატიებ ჩვენი, მაგრამ თუ მუდმივად ახლა მას მუდმივი ხასიათი იქნება, ამას უკვე ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემა აღარ გვაპატიებს. კი ბატონო, კვერცხი, პროდუქტი, რომელიც განსაკუთრებით დილით მე ძალიან მიყვარს. რასთან არის კარგი და რასთან უნდა შევიკავოთ თავი? კვერცხი უნიკალური პროდუქტია, იმიტომ რომ შეიცავს ძალიან ბევრ სასარგებლო ამინომჟავებს და ძალიან კარგი არის კიდევ ეს პროდუქტი იმ ადამიანებისთვის, ვინც აქტიურად დაკავებულია სპორტით. რატომ? იმიტომ რომ ძალიან ხშირად კუნთოვან მასას დატვირთული ფიზიკური აქტივობის დროს ჭირდება აღდგენა და შესაბამისად ცილა და ეს არის ცილა, რომელიც უფრო გაცილებით მარტივად აითვისება, ვიდრე მაგალითად ხორცი და ორგანიზმს და კუნთებს ამარაგებს სასარგებლო ამინომჟავებს. ძალიან სწრაფად ათვისებადია როგორც? ძალიან სწრაფად ათვისებადია. ხაჭოსგან, კი ბატონო, ან ხორცისგან, თევზისგან და ძალიან კარგი კომბინაცია იქნება, ახლა თუ მაგალითად ჩვენ მივირთმევთ კვერცხთან ერთად ბოსტნეულს, დავამატებთ ასევე მაგალითად ბურღულეულს და გამოგვივა ძალიან კარგი კომბინაცია, ანუ მივიღეთ ცხიმებიც და ცილებიც კვერცხის სახით, მივიღეთ უჯრედისი, მიკროელემენტებიც ასევე და დავამატეთ სასარგებლო ნახშირწყლებიც. ამიტომ ყველანაირი საწვავს მივცემს ჩვენს ორგანიზმს უკვე დილისთვის, რომ მთელი დღის განმავლობაში უკვე ის გვემსახუროს ჩვენ ენერგიულად. ერთი მკვნეულ საკითხს მინდა მივადგეთ. გონია რომ არ იქნება მაინც და მაინც ჯანმრთელობისთვის კარგი. აი მჟავეულობა, მაგალითად, მჟავე კიტრი, მარინადები ძირითადად. ხალაპენიო და ასე შემდეგ. რასთან ერთად შეიძლება მივირთოთ? ჩვენ ზოგადად არ ვურჩევთ, რომ პაციენტებს დიდი და ზოგადად ადამიანს რომ დიდი რაოდენობით მირთვას, ვინაიდან ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით მარილს, მარილი იწვევს სითხის შეკავებას ჩვენს ორგანიზმში და ეს ძალიან, ესე ვთქვათ, სახიფათოა განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ გულსიზარდო სისტემის დაავადებები, ცირკმის დაავადებები. ხო და ამიტომაც თუ მსგავს საკვებს მივირთმევთ, მოდით მივაქციოთ ყურადღება, რომ ამასთან არ ახდეს მაგალითად ტკბილი გაზიანი სასმელი, რაც კიდევ უფრო შეაკავებს სითხეს ორგანიზმში. არ ახლდეს კიდევ მარილიანი საკვები მაგალითად, რაც კიდევ ესე ვთქვათ, უფრო მეტი მარილი არ მოხვდეს ორგანიზმში. როდესაც მივირთვეთ და უშუალოდ კიტრის წნილს, კიდევ ზედმეტად საკვებს ჩვენს ულუფას არ მოვაყაროთ, ესე ვთქვათ, მარილი, ხო? და შევეცადოთ იყოს ნაკლებ მარილიანი და უფრო მსუბუქი ულუფა, მაგალითად ბოსტნეულთან ერთად მივირთვათ. კი ბატონო. აი რა ძალიან შორს არის ჩემი კვების რაციონი და თქვენი საუბარი ერთმანეთისგან და ძალიან უყვარავის. იმედია გამოვასწორებ დღევანდელი დღე. იცით რა, ერთ-ერთი ასევე გავრცელებული
გავრცელებული კომბინაცია განსაკუთრებით ჩემს ბავშვობაში და ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ალბათ ჩვენი მაყურებელიც ამოიცნობს საკუთარ თავს, ეს არის თაფლი და კარაქი, პურზე გადასმული კარაქი და თაფლი. ეს კომბინაცია რამდენად არის სასარგებლო თანაც ბავშვებისთვის. განსაკუთრებით ბავშვები მიირთმევენ ხშირად, კი. ზოგადად მე ძალიან მომწონს პური და კარაქის კომბინაცია და მე თვითონაც ძალიან ხშირად გიახლებით საუზმეზე, იმიტომ რომ ეს არის ცხიმი კარაქი და ცხიმი აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით ასევე გამოყოფთი ქალებს, იმიტომ რომ ცხიმოვან ქსოვილში ცხოვრობენ და ბუდობენ, ესე ვთქვათ, ქალისასქესო ჰორმონები და ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილის განლევაც არ არის სასურველი და პური ეს არის ნახშირწყალი, რომელიც ასევე ჭირდება ჩვენს ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისთვის. აი, ბავშვებს რაც შეეხება, შეგვიძლია დაუშვათ დავამატოთ აქაც თაფლი, იმიტომ რომ ბავშვს მეტი ენერგია ჭირდება, მეტი ფიზიკური დატვირთვა აქვს, ხოლო რაც შეეხება აი დაუშვათ მოზრდილ ადამიანს, უმჯობესია იქ უკვე ზედმეტი კიდევ შაქარი, ანუ თაფლის სახით აღარ იყოს მირთვეული. აი მაგალითად თაფლი იყოს ხაჭოსთან ერთად ერთ-ერთი ძალიან კარგი დესერტი და ნორმალია დამეთანხმებით. და კარგი კომბინაცია. მაშინ ახლა უნდა გადავიდეთ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ კიტრი და პომიდრის კომბინაცია. კიტრი და პომიდრის კომბინაცია ერთ-ერთი ძალიან კარგი და გემრიელი კომბინაცია, მაგრამ ზოგიერთი ესე ვთქვათ მეცნიერის მკვლევარის მოსაზრებით ერთმანეთთან შეუთავსებელი პროდუქტია, იმიტომ რომ ერთი მოითხოვს ესე ვთქვათ უფრო ტუტე ფერმენტებს მოსანელებლად, მეორე მოითხოვს ჟავე ფერმენტებს მოსანელებლად და შესაძლებელია ესე ვთქვათ აი ამ ფერმენტება ერთმანეთი გაანეიტრალონ და ხელი შეუშალონ ბოსტნეულის მონელებას. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თუ დაუშვათ არა აქვს ადამიანს ისეთი კუჭნაწლავის სისტემის მონელების პრობლემები, ნაღლის ბუშტის პრობლემები, დაუშვათ რომელიც ართულებს ზოგადად ბოსტნეულის მონელებას, პერიოდულად შესაბამისად ამ კომბინაციის მირთმევაც არ იქნება ჩვენთვის პრობლემა. ეს 20%-ში შევიყვანოთ, რომელიც შეიძლება რომ იყოს. რამდენი რაღაც შეკავთ 20%-ში? საინტერესოა. მოდით ესე გავაკეთოთ, რომ გვახსოვდეთ, რომ ჩვენი სხეული ეს არის ავტომობილი, რომელიც მთელი ცხოვრება გვატარებს და გვემსახურება. შესაბამისად, რა საწვავსაც მივაწვით პროდუქტების სახით, აი ისეთი ხარისხით იმუშავებს და ისეთი სისწრაფით გვემსახურება და გვატარებს. ამიტომაც შევეცადოთ მაქსიმალურად, რომ ჯანსაღი კომბინაციები, ჯანსაღი პროდუქტი, ჯანსაღი საწვავი შევარჩიოთ ჩვენი სხეულისთვის და პერიოდულად სხვადასხვა თუნდაც მავნე კომბინაციებიც არ არის, ესე ვთქვათ, ძალიან კატეგორიული აკრძალვა ჩვენი ორგანიზმისთვის. ძალიან დიდი მადლობა, ნინო.